და გავაგრძელოთ უკვე უნდა კულტურის სიახლეებით, ხო? რა ხდება კვირის განმავლობაში, რამდენად მრავალფეროვანია იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც წინ გველოდება. ახლა უკვე ტრადიციულად დღეს აფიშა უნდა გავაცნოთ დილომშვიდობის საქართველოს ერთგულ ტელემაყურებელს. დღეს გაბრიაძის თეატრის სცენა სპექტაკლს სახელწოდებით ჩემი გაზაფხულის შემოდგომა დაეთმობა. თეატრალური დადგმა დიდი გულის მქონე პატარა ჩიტზე გახლავთ. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება მთავარ გმირს, ბევრი ცხოვრებისეული დაბრკოლება ხდება, წარმოდგენა გაბრიაძის თეატრში საღამოს 7 საათზეა ჩანიშნული. ახლა კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში უნდა გადავინაცვლოთ. დღეს 18 საათზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს თეატრალური დადგმა ო ღმერთო სპექტაკლი ისრაელელი დრამატურგის ანათ გოვის პიესას სეხმიანება და ისეთ აქტუალურ საკითხებზეა, როგორიცაა რელიგია, რწმენა, ადამიანური სული და პიროვნების ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში. ეს გახლავთ იუმორითა და სევდით გაჯერებული უცნაური ამბავი ათეისტ ფსიქოლოგ ქალზე, რომელსაც თავად ღმერთი მოევლინება. თავისუფალი თეატრი მაყურებელს ლეგენდად ქცეულ სპექტაკლზე ეპატიჟება. ჯინსების თაობა ის თეატრალური დადგმა, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების რეალურ ისტორიაზე გვიყვება ამბავს, როგორც ბევრისთვის არის ცნობილი, ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყნიდან გაქცევის მიზნით თვითმფრინავი გაიტაცა, გაქცევა ვერ შედგა მოგეხსენებათ და ისინი დააპატიმრეს, მათ კი სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მსურველებს წარმოდგენაზე დასწრება დღეს, ასევე 23 და 30 სექტემბერს საღამოს 7 საათზე შეეძლებათ. და ბოლოს თოჯინების თეატრის დროა საქართველო ასე ქვია წარმოდგენას, რომელიც გათვლილია შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. პატარა მაყურებელი თეატრალურ დადგმაში იხილავს საქართველოს ისტორიას მრავალი გადატანილი ომით, რომელსაც სულ ებრძოდნენ, ძიძგნიდნენ, ასე ვთქვათ, ჭამდნენ, მაგრამ მაინც მუდამ გაისმოდა ჩვენ საქართველოში ქართული სიმღერისა და ცეკვის ხმა. თოჯინების თეატრი პირდება, რომ მრავალწლიან საქართველოს ისტორიას მოგვიყვებიან სიმღერით, ცეკვით, ბრძოლით და ხელებით, რომელსაც ყველაფერი შეუძლიათ. სპექტაკლზე დასწრება შეგიძლიათ დღეს 20 საათზე. საკმაოდ მრავალფეროვნად გამოიყურება მოკლედ ჩვენი აფიშა დღეისათვის. შესაბამისად ნებისმიერ მიმართულებით შეგიძლიათ აიღოთ გეზი და ვისაც